მოგესალმებით მეგობრებო, გიბრუნდებით მორიგი და აქედან ბოლო ეპიზოდით I'm gonna fucking cry. ჯერა. ანუ ისეთი დაგროზული ვიყავი, ანუ ეხლა რომ მოვედი არ შევიმჩნიე, მაგრამ ანუ ტაქსში ტაქსს წამოვედი, იმიტომ რომ მინდა და ლანასთვის მესმინა და მე ხო ლანას მეტროში არ ვუსმენ და მაგის გამო წამოვედი ტაქსით. და რაიდს უსმენდი? და მაგას და მრავალ სხვას და მელანქოლიურად ესე თავი მიდებული მქონდა პანჯარაზე. Oh my god, it was a scene, you guys. სანამ გავაგზავნებთ ვიდეოს ყურებას, გთხოვთ დალაიქეთ ეს ვიდეო, მარტო იმიტომ რომ ეს არის პირველი ეპიზოდი, მეგობრებო, როცა ანა ედიტებს ეპიზოდს. Oh my fucking, I'm scared. ამიტომ რაღაც ეფექტებს ჩავსვამ აზიარ და მოინდა. ანუ იმენა მეშინია. მე უკვე ბოლოსკენ ცოტათი მეზარებოდა ხო ეგრე Tesla და editing-ი როცა ადრე ვაკეთებდით უფრო ხო იცი აი კათებს და რაღაც უბრალოდ ვადება ხო ფოტოს ან რაღაც ეგრე. ბოლოსკენ შენ ბევრი რამე გეზარებოდა. Fuck you. ბევრი რამე მეზარებოდა, კი ბაზარი არა. არც მოვიტყუები. მაგრამ მეც მეზარებოდა რაღაცები, მეც ავიღებ ownership-ს ამ ჭირზე, რომ ანუ თავიდან ძალიან ისე დავიწყეთ. აი, მახსოვს რომ ვრეკავდით ხოლმე და იმენა ლაპარაკობდით რომ ეს უნდა ვქნათ, ეს უნდა ვქნათ. გახსოვს? ანუ აი რამდენჯერმე ძალიან რომ აი ესენი უნდა დავიწყოთ ამაზე, უნდა გავაკეთოთ ვიდეოები. კვირაში 2 ვიდეო. ანუ აი იმენა შეუჩერებლები ვიყავით. და ცხოვრება მე რა გართულდა. და ჩვენ გავზარმაცდით და ყოველთვის ეს გვემართება. უბრალოდ ორივე ერთნაირები შევიყარეთ მაგ ამბავში, რომ აი ესე ვარ ძალიან excited და მე უცებ რომ აი ვარდება რა და უბრალოდ ჩემსა და შენ შორის ის ხოვება იყო რომ მე ხალხო ის ყურადღება რაც თქვენგან მოდის, აი იმენა ძალიან სიამოვნებ. შენც გსიამოვნებ. მე ძალიან სიამოვნებ. მაგრამ შენ ანუ აი დავითი მაინც ამ ბოლო დროს ისე იყო რომ აი დარწმუნებულია რომ არ გინდა და კეთება პროსტა მე არ მიტეხავდი რომ ანუ აი ყოველ ჯერზე გინდა და თქვა რომ მოდი აღარ გავაკეთოთ მაგრამ ანუ რაღაცნაირად მგონია რომ ჩემს მე მგონია რომ პროსტა burnout-ი მაქვს რა სერიოზული burnout-ი მაქვს თან მით უმეტეს ცუდად დაემთხვა მე უკვე სამსახურის გადატვირთვის ამბების ბოლო ერთი თვე იქამდეც იყო ეს მაგრამ იქამდეც მქონდა კი აზარი I don't know what was that მაგრამ ანუ შენ ისედაც უფრო ისეთი ხარ აი წყნარი ცხოვრება გიყვარს და შემპენში რო ხარ რაღაც ესეთი public persona არ გინდოდ ანუ აი შენი ნიშწრე გავასება უბრალოდ აი ძალიან გასვლა არც შენი მიზანი არასდროს ყოფილა რომ აი ყველა სონო და ვინ არის დავითო და კარგი ხტები ეს ამბავ ხო და ანუ ბევრად უკეთესად შეგვეძლო რაღაცები გავაკეთებინა ანუ ჩვენი ხო ხტები მაინც თავისებურად იდეალური perfectly imperfect ზუსტად და ხალხო ეხლა კი გავაკეთებთ პაუზას სადღაც თვეზე მეტიანს ალბათ I don't know სანამ დავითი მოვივლის ტაილანდს მაგრამ მე ვეუბნები რომ წინაზე დავკარებ მეთქე თვეში ერთხელ მაინც გავაკეთოთ და მე დღემდე დაკარელი ვარ თვეში ერთხელ მეგობრებო თვეში ერთხელ რა აი სად online ჩავერთოთ და ჩავწერეთ ეპიზოდი. ხო და მე იდეაში ყოველ კვირაში თანახმავარ, მაგრამ ეხლა soft launch-ი გავუკეთე ორ კვირაში ერთხელ თქო. And I'm working on it you guys. She's working on მაგრამ I don't მე დავაედიტებ ხოლმე. აი ხარო ვისწავლე. შენ პრესტონდა შემოხვიდე და მეჭორაო შებაზო ანუ. ერთი წამი ძალიან დიდი ბოდიში. ეს the past year or so why did it me შენ თუ აიღებ შენ თავზე რომ დაედიტებ და დავაედიტებ პრობლემა არ არის ანუ მართლა დავაედიტებ შემოსლა და ჭორობა არ არის პრობლემა უფრო ის მექნება ხტები კონტროლი რომ ანუ რაღაც რო ვიტყვი რომ ეგრევე მოვწინო და შენ კი ჭრიდი ვაი მე ხახო ერთი წამი თქვენ ანაწიგნაძის რა ვიცი 90% არ გაქვთ გაგებული რა ამ პოდკასტში ნათქვამი რაც ამჭრდა ისი ამჭრდაც მინდო და კიდე არ მაჭრევინებ და რაც გავიდა ეკეთები რაც წინასწარ ვისაუბრდი რომ არ უნდა ჩაგვესვა მიყვარს I know და მაგრამ შენ სანამ გავა ეპიზოდი ყურება მოგიწევს ერთხელ რაღაც უეჭვალე ხო მაგრამ აი კვირდები მე დავაედიტებ და ორ კვირაში ერთხელ გავაკეთებ მოდი ერთ კვირაში ერთხელ დავიწყოთ კი არა და თვეში ერთხელ დავიწყოთ ხო და ანუ ჩავწეროთ თვეში ერთხელზე ფიქრით და ორ კვირაში გადავიდეთ ორ კვირა Okay, we'll see you guys. ანუ მე შეიძლება ანუ ყოველ დღე ჩავწერე. შეიძლება literally ყოველ დღე უნდა მოგვესვენოთ მეგობრებო. ნახოთ რა ცხოვრება დახტება დავით სადაც მიდის. Well, ხო და არ ვიცი ხალხო იქ გქონება რომ დიდი რაღაც მაკლდება. ძალიან რთულია თან მეცვლილებები რო არ მიყვარს. აი ხო ხტები. ძალიან მიჩვეული ვიყავი რომ აი 4 შაბათობით ჩვენთან მოვდიოდი. ხო, მესმის პაწო. ხო, ყოველ კვირა ერთმანეთს ვნახულობდეს, ეგეც მიხარი რა ცოტა ხანი. ვაფრენ დავიკუ მაგრამ მე მეგობრებო ვეუბნები ანას და უბრალოდ ვეუბნებოდი და ალბათ მეც soft launch-ებდი ჩემ exit-ს ამ ყველაფრისგან რომ ანუ ისედაც თვითონ ანწეგნაძე არის
პერსონაჟი, რომელიც არ უნდა იყოს private, უნდა იყოს სოციმედიისთვის და ხალხისთვის და მასისთვის და ჩემი აზრით რომ შენ უნდა მოინდომო. თუ YouTube-ზე არ მინდა. ბაცო, მე ხო ვთქვი რომ ანუ ოქტომბერში შემოგიერთებ, მაგრამ მანამდე ძალიან ბევრი დრო არის, მით უმეტეს აგვისტო არის prime time for content. Period. Просто უნდა იფიქრო რაღაც უაზრო საინტერესო რაღაცები, რომ და TikTok-ს, at least TikTok-ზე მაინც. ხა, ბაზარი არ არის, I'm gonna think about it. და ხო დაჰაიპეთ ანა რომ თავისი თვითონ მოიხოდოს როგორც influencer. როგორც ინდივიდუალი. როგორც ინდივიდი. ინდივიდი. ეს რა ქვია, მაგრამ ნახე ჩვენ Instagram-ზე დაგვაფოლოვეთ, ანუ live-ში გეტყვი, სადაც არასდროს არაფერი არ იდება, მაგრამ ის როცა გამოახალ მოურკურაში ერთი ეპიზოდი იქ დავდებთ და ნუ ხუჩაბათობით გავუშვათ მომენტ. We can do. Yeah. ამიტომ ნუ დაგვაფოლოვებთ. ყველას გავდე, ყველასა არის შეცდომა. Unbothered what I am ინდუსტრიაში მგონი. ყველაზე მეტად ხო ამ კითხვას ვიტან. ვერ ვიტან, რომ აი ვიღაცა რომ მეკითხება, რომ აი ვიღაცა ეტყვის დავუშვათ ვიღაც უცხოელ ჩემ თანამშრომელს, რომ აი ამას პოდკასტი და პირველი კითხვა, აუ რამდენი ფოლოვერი ყავს და it's not about the followers, it's not about the numbers. ანუ აი მაგას ვუხსნი ეგრევე, იმიტომ რომ 2300 ფოლოვერი რო ყავს, რამდენი ყავს არ ვიცი. YouTube-ზე 2000. We're bigger than that. You know, 2000 რაის არაფრად არ ჟღერს, განსაკუთრებით დიდი ქვეყნიდან ვინც მოდის იმისთვის, იმიტომ რომ 2000 რაის სკოლაში დადიან. ბაზარია რა. Yeah, whatever. ანუ ეს კურა ძალიან საინტერესო მქონდა დავით, იმიტომ რომ ვიყავი ტაროზე. მე მეგონა ტაროზე იყავით სპეციალისტი. მე მეგონა პროსტო სახში. ანუ მე მეგონა პროსტო სახში ვიღაც დაკამა გადაწყვეტა. სახში ვიყავით სპეციალისტთან. Okay, მიდია. ანუ ჩემი დავირაზმეთ 4 კაცი ჩემი სამსახურიდან და წავედით ვარკეთილში დელეგაცია. Wow. For me you guys. ანუ გლდანში დავბრუნდი, მე იქიდან ან ვიმოგზაურე. მოვიარე ყველაფერი და ირა ერქვა დედოფალს. მივედით, რა თქმა უნდა რომ რუსულად უქცევდა, მე ასირიელი ვარო ესე თქვა, მაგრამ აი მე მგონი ასირიელი ჩემი მეზობელიც არის და რუსულად არ ლაპარაკობს და ის უფრო სამეხი იყო, I don't know. ხო იცი თბილისელი სამხები I don't know და კაროჩე დაიწყო კარტის გაშლა, ანუ ესენი ორი ვიყავით ძალიან ისე განწყობილი, რომ აი რაღაცას მართლა ხვდება ტაროს გაშლით ადამიანი და ესენი ძალიან ინდიფერენტულად და სკეპტიკურად, exactly და რაღაცებ ჩემი აზრით იმენეს სვამს. აი ჩემი დაიწყო იმით, რომ შენ არ გაქვს არანაირი პრობლემა. და ანუ სხვებს არ უთხრა და მართლა ეგრე, ანუ არ მაქვს არანაირი პრობლემა. მადლობა ღმერთს. იმიტომ რომ რა ხარ? Unbothered queen. და მართლა ეგრე არის, ანუ ეხლა რომ აი რაღაც მიმდინარე პრობლემა მქონდეს, ან მე ვარ ოდნავ პოხვისტი და არ ვუყურებ პატარა რაღაცებს პრობლემად. კიდე მითხრა რომ შენი პრობლემა არისო შარდის ფუშტიო. ანუ ყველას ეუბნებოდა ორგანიზმში რა არის და მითხრა რომ კარგად იკვებაო და კუჭს მიხედაო, which we know I have some issues with that. და შარდის ფუშტია და შარდის ფუშტი მართლა მაქვს ჩემი აზრით პრობლემური, ანუ არავის არ უთქვამს, მაგრამ აი წყალს რო დავლევ ხო? აი ტუალეტი თუ იქვე არ არის, შეიძლება ცუდად გავხდე, ანუ მართლა ანუ ატანის უნარი არ მაქვს. check it out. ხო და ანუ ეგორი მითხრა, ჩემი გოგობრს უთხრა მუხლები, ზურგი და რაღაცა. ანუ მე იმენა ის ორი დამისახელა. გაჩვენ შარდის ფუშტი და კუჭი. Okay. Yeah. ხარა? კიდე მითხრა რომ გათხოვდები. თან მეუბნება რომ გათხოვდებიო ეხა 2027-ში დაჟე წლის ბოლომდეო რა ძალიან მალეო და I'm like girl, are we sure about that? Honestly, I მან ცოტა დამკარგა, იმიტომ რომ აი მე ხა რომ ჯერა თან იცნობო უკვალო და შენზე დიდი არისო და არავინ არ არის ეგეთი, ვისაც ვიცნობ მოწონს და Yeah, it's not you baby. და შენზე დიდი არისო და ძალიან კაი ბიჭი არისო, მეთქი okay. კიდე ყავით საერთოდ ცუდი არის და fuck. და დასავლეთ საქართველოსთან აქვს კავშირიო. მეგრელია უეჭველე. Jesus. შემზად ხარ ამ ყველაფრისთვის? I don't know. მე ისედაც დასავლეთ საქართველოს მერჩანია როგორც რაჭველ, so I'm fine with that. კიდე მითხრა რომ ანუ იურისპრუდენციაში ხედავ და არ მქონდა ნათქვამი რომ იურიდული მაქვს დამთავრებული. ვაფშე ვინ მიდიოდეს იცოდა? არ იცოდა, არაფერი არ იცოდა ვაფშე. აი შენთას ვიცავ და ანუ დოკუმენტებთან ხედავ და აი ძალიან კარგი იქნებოდიო აი მაგ სფეროშიო რა იმენა ვერავინ გაჭობებდაო შე რომ აი ადვოკატურაში და რაღაცაში იყავ და ეგრევე I was questioning everything. მეთქი რატო არ გავაგრძელე? მაგრამ მე თან იცი რა დეტალი გამოტოვე ხლა ყველაფერში რომ ანუ შენ მგონია რომ უეჭველი ეხმარებოდე?
იცი როგორ ცოტა მეტყველი სახე მაქვს. ხო, ანუ ჯერ ესეთი სახეზე გაწერე ყველაფერი რომ გიხარი ამ ყველაფერს რომ გეუბნება and you're eating it up. მაგრამ მგონია რომ კი სწავლობდი კითხეს. მე ის 4 წინადადების მე რომ გიმეორებს რომ აი დიდ უნივერსიტეტში ალბათ ვაკეში დადიოდი. რაღაცას გამორ. ძალიან კაი ბაზარი არ არის რაღაცებს ვეხმარებოდი, მაგრამ არა, რაღაცებს თვითონაც ვამდა. ნუ ერთი ძალიან შეტობა რომ ვიღაც კაცი იყო შენ ცხოვრებაშიო ბიჭიო, რაღაც ცოტა ქურდული გაგებისო თუ რა. ჩემზე იყო საუბარი. ეს კი no. კიდე რუსეთთან გაქვს რაღაც კავშირიო, მეთქი no. ანუ ვიღაც ნათესავი ყავსო. ანუ არავინ არ მყავს ახლობელი. და აი რაღაცები ოდნავ გაუტია, მაგრამ რაღაცებს კარგად მიყვარდა რა. ხო და ისაო, შენ ძალიან ისეთიო დაბალანსებული ცხოვრება გექნებაო რა, აი ძალიან ბევრი არ გექნებაო და უფრო რაღაც. ხო. და ცოტაც არ გექნებაო, ყველაფერი დაბალანსებულად გექნებაო. მე როგორ გაგიხარა? მე გამიხარდა მართლა. მართლა? აი ძალიან ბევრი ფულიც არ მინდა, იმიტომ რომ რაღაცნაირად რაღაც მომენტში მგონია რომ აი რაღაცა ზღვარს რო აბიჯებ, ფულის, უკვე მე არ გისწორდება ცხოვრება რა, იმიტომ რომ ერთი რომ ყველაფერი შეგიძლია იყიდო და უკვე არანაირ დოპამინური ის არ გაქვს, რა ქვია, excitement. სვეჩი. და მეორე რომ სულ გეშინია რომ ვიღაცა დაგვიდოს. აგასმევს. და ძალიან დაგვიდოს. ხო, არა, აი მე ეგ ძალიან მაწყობს და ეგ სულ მინდა და მე უბრალოდ მინდა რომ კარგად ცხოვრობდი, არ მინდა რა რამდენი არის შენ ეს კარგი ცხოვრება? აი ხელფასზე დამოკიდებული არ მინდა net worth. I don't even know. არ ვიცი რაში რა მიდის, ანუ იმიტომ რომ მდიდარ ადამიანს ალბათ ბევრი გასავალი აქვს, ხვდები? აი ვისავით მინდა ვცხოვრობ და ეგ შემიძლია დაგისახო. არა, Chelsea. ეგ ძალიან დიდარია. აი ქართველებიდან ვინ ცხოვრობს კარგად? აიცი ვინ? როგორ ყველა ალბათ. იცი ვინ? ეხა იცი ლიზი პოპი რა იყო? კი. ლიზი ჯაფარი. აი ეგ გოგშა არც ვიცი რა არის, მაგრამ ეგ არის ძალიან დიდარი. Okay, like her, I ჩემი შვილი რა ლონდონში boarding school-ში გავუხდა, მე მგონი იქ სწავლობდა და მაგიტომ გამახსენ და კარგად რო ვაცხოვრო, იქითი არის. აი მაგდონელდზე რო ვიცხოვრო, I'm fine with that. თან კიდე ყველამ არავინ არ იცის რა ოჯახია და რას აკეთებს. მე არაფერი არ ვიცი ხა, უბრალოდ ვიცი, იმიტომ რომ ევროვიზიაზე ჩაჭარილი ბავშვი ვიყავი და იქიდან გინდა რა შენი შვილი ევროვიზიაზე რა გაიტანო. სოჩ და მე რო ვარ სცენაზე ასული და ანუ რაღაც ბექებში მომღერ. აი ეგ იმენა წამო. მე რომ მქონდეს კარჩე, მე როგორი ფული მინდა ხალხმა მქონდეს ისეთ რომ საქართველოში აი რამე რომ მომინდება აი as a for ან ახლა ხომ მინდა და ყოველთვის თბილისის real house-ის ყოფილიყო დავასპონსორო. მიხვდე აი ისე რომ აი ეგ ძალიან ბევრია. ეგ ძალიან ბევრი ფული არის, მაგრამ აი მინდა რომ დავასპონსორო Dance Moms ქართული ვერსია, იმიტომ რომ ანაწიგნაძე გაგლეჯდა ყველას. სოჩი აი შენ და შენი შვილი გოგო სოჩი კენდალის დედას რა ერქვა? Jill. იმენა მონაგონი გახდებოდა, ხო? ისე ვიყავს Jill როგორც არის. My little candle. ის Rosa Parks-ი რა უნდა და ეს ეგ ხო იცი? Rosa Parks-ის ალბათ იცით ვინ არის Rosa Parks. რაღაც ability gums ცეკვას და თავარი გმირი უნდა იყოს Rosa Parks და ანუ ერთადერთი შავკანიანი მოცეკვავი ყავთ ნია და ანუ Jill Kendall-ის და რომელიც არის თეთრი ორივე თეთრი არიან ამას რომ რატო არ შეიძლება რომ Kendall-ის იყოსო up for discussion for this role. All the pali. That would be me. That would be me. მაგრამ მე ძალიან ვიყურდა Holly. ეკრვის დედა? Holly არის ნიას დედა შავკანიანი ქალი. ისე ეგ ძალიან ჭკვიანი ქალი იყო. ექიმია მე მგონი, ხო? No, doctor, იმიტომ რომ PhD აქვს. მართლა. ხო. მე მეკონა რომ იმენი გინეკოლოგი იყო ქალი. No, ეგ იყო სკოლის principal იყო. High school principal. ისე ჩვენთან რატო არ მასულა? PhD გაქვს თუ კოლეჯი თუ მე-9 კლასიდან ხარ გამოსული, მაინც ერთი ხარ ყველასთვის. ძალიან კარგი რაღაც წამოჭარი, მაგრამ we're not going to go down that lane. მე კიდე რა მითხრა? Trust yourself. ანუ შენ ძალიან დიდი პოტენციალი გაქვს და შენ თავსო შენი თაჭერება რაღაც მომენტებშიო. მაგაში 100% ვთანხმობა. კი. და ანუ საკეისროს გაიგეთება. რა? I don't know what a weird fact. მაგრამ მე ხედავ რომ ანუ აი მამეთ უნდა გააჩინო და you're checking out. არა გამჭერთ. ზუსტად, მაგრამ და ტყუპებს ხედავო და ხოდა მე როგორც კი მეტყვია რომ ტყუპები არისო, იგივე გადავწყვეტ რომ საკეისრო უნდა გაიგეთო წარმოიდგინე. Oh my god, you guys, მე ტყუპები არ მინდა. გინდა ტყუპიშვილა მე? მე მგონია რომ ძალიან weird რაღაც არის რომ შეგორ codependent არიან თელი ბავშვობა. კი. ძალიან საყვარლები არიან თან ერთის ქესი როცა არის განსაკუთრებით. ყველა საყვარლები არიან.
მე მომწონს აი კალიას კარო აქვს ხოლმე 2 მიანი და ერთად რო დაყავთ. მაგრამ that's it. მე რო ტყუპები მყავდეს სხვადასხვა კლასში შევიყვან, იმიტომ რომ თავიანთი character უნდა ჩამოვყალიბდეთ. ხო იცი რა ძალიან რთული არა? რა? რომ თავიანთი character ჩამოვყალიბდეთ. რატო? They're biologically bonded. Are they though? რაღაც research არის ყო მაგაზე გაკეთებული რომ დააშორებენ და ხო ანუ ერთ კვერცხ ხუჯრედიდან არიან თუ არა მაგას აქვს მნიშვნელობა და რაღაც. მაგრამ მე მყავდა მეგობარი ტყუპები ყველაზე საყვარლები ზუსტად ერთნაირად იცმევდნენ. ოღონდ და იმენა ეგ მომწონს ერთნაირად. ძალიან მევასება მე აი გიჟდები მაგაზე. ძალიან კაია. მაგრამ იცი რას ვამბობ? აი წარმოიდგინე სადაც მიდიხარ და qabelgan რო ყავს ვიღაცა ვინც კომფორტს გიქმნის. შენ რაღაცა ვერ გამოიწორს ნაბი ცხოვრებაში. ხვდები რას ვამბობ? აი რამდენჯერ ყოფილა რომ რაღაც სიტუაციაში ბავში აღმოჩენილ ხარ, სადაც თავი უნდა დაგემკვიდრებინა, შენ თავი უნდა გაგეცნო და როცა აი რო ყავდეს ვიღაცა მუდმივად გვერდზე ზუსტად შენ არის. ჯერ მარტო ყურადღებას თავისთავად იყრა. მაგას ცხოვრებაში არ მიფიქრია. ანუ ჩემთვის არასდროს არ იყო weird. ან ტყუპები პატარობიდან აიგეთი რამე არ არის weird და მიხდი ანუ ხშირად ვინახავს ტყუპები რა. ცხოვრებაში არ წარმომიდგენია. რამდენი რამე გაქვს ცხოვრებაში ნანა? ცხოვრებაში არ წარმომიდგენია მე როგორ ვიგრძნობდი თავს რომ მე როცა მყავდეს ტყუპე. არ მინდა. და მე როგორც ახლანდელი ჩემი თავი მithumedes დედის ერთა მიხდი რა სამ უკვე ვერანაირად ვერ ვაზროვნებ ეგრე რომ გავიაზრო რა ნიშნავს რომ ყავს ტყუპე და მაგრამ მე მგონია რომ თავიდან რომ დაუბადებულიყავი ტყუპთან ერთად ვაფშე სხვა ბონდი არის. მე მგონია რომ მაგარი ბონდი აქვს, ისეთი ძლიერი ბონდი აქვს რომ რავი. გეთანხმები, მაგრამ არა, ჩემი აზრით უბრალოდ რომ ძმა ყავდეს 1 წლის პატარა ჯობია. არა, მე მგონია პროსტო ვერ გავიგებთ ვერასდროს. Yeah, I guess we'll never know. სანამ მე არ მეყოლება ტყუპი ბავშვი. სანამ შენ არ გიყოლებ. რომელს მოვნოთ ხოლმე? Oh, the younger one. ძალიან კაი იყო მოკლედ მე რაღაც მომენტებში მჯერა ტაროსი. ხო. მაგრამ თან აი ძალიან უცნაური იმიტომ რომ აი ესე რომ ამოვიღებ კარტებს რა. თან არც უყურებ და რაღაც მომენტში აი ესე ჰაერზე მეუნება და ჯერ სანამ კარტს გაშრინ და ოთახში რომ შემოვიდე თან უკვე დაიწყო ჩემს ლაპარაკი და ეს აურა შენზე ანუ ვინც ვიყავით რიგში ყველაზე მასე შაბონა. ხო და ანუ აურით ხვდებიან კიდე რამეს თუ რა. გონორით period that's it. ანუ რა ვიღაც მობის კონცერტი რა იყო. მობი ვინ არის? ვიღაც მობის? ვინ არის? არ ვიცოდი, I swear to God. მაგრამ ყველა, ანუ დედა, შვილი, ბებია, ყველა ვინც ვიცი, ყველა მათ იყო წასული. უეჭველიც რამოდენიმე სიმღერა. ანუ მართლა არც გამიგია. ანუ მუსიკას აკეთებს ეგ თუ მღერის თუ რა შვება? გონი არა აკეთებს mostly, მაგრამ თან გონი რაღაც სიტყვებს ამბობს. ხო და ნიტოს რომ არც ვიცი ვინ არის მობი. რეკლამაც არ ამოუგდია რომ აი მობის კონცერტია. როგორ არა ყველგან მაგ ჩემთვის არა. Jesus. ანუ ეგეთ მუსიკას აკეთებს პირველად მას. უეჭველით. არა, პაცკო იმენა არ ვიცი. რატო არ წახვედი ჩიტო? არა, სად მაქვს მაგის დრო, I'm so sorry. დავითი არის ძალიან დაკავებული, I'm so sorry. არა, რაღაც ძალიან ბევრი დრამა მოხდა მან და რა, ყველა ამბობდა რა მოხდა ზერო? ჩხუბობდნენ ქართველები და რუსებია და ამბები. და ანუ რუსებიც იყვნენ იმაში ხო აუდიტორიაში და მაგან. ხო. ესა რუსები დაჟა open ears-აც იყვნენ. რა? ხო. That's weird. Now that's weird. What? არა, ის კი არ არის weird, ანუ ყველა საქმეება რომ წავიდეს open air-ზე, მაგრამ მე ვამბობ რომ მოუნდათ ასვლა? ხო, იმ პანჩი რომ ანუ იმიტომ რომ ევესებად გართობა. არა, მაგრამ მალჩატ დომა თუ იყო. და მაგრამ ეგ უკრაინელები არ არიან? არა, ბელარუსები მგონი. So, უფრო ახლოს რუსებთან ვიდრე. Same shit, sorry. Same shit. აი ძალიან მაინტერესებს Wildberries ვინი წერს, იმიტომ რომ ყველა კუთხეში ხოლმე გახსნილია. ამ გახსნებაზე რომ ყველაფერს წავენ Wildberries-ისას. არასდროს არ გამომიწერია. ერთხელ შევედი, მეთქი აი რა ფასებია რა ვიცოდა. და ანუ იაფიც არის I swear to God. მე ვიცოდი რომ ტემუსავით არის, ოღონდ რუსეთში. ხო, ტემუსავით არის, ოღონდ რუსული, მაგრამ ტემუ ძალიან იაფია და ის არ არის იაფი, ხვდები? ხო, მაგრამ And that's the whole point. მე მგონი რომ თქვენ არ ხართ მზად ამ conversation-ისთვის, მაგრამ ტემუ არის კოლოსალური scam. Why? ჩერტი meme scam-ან ყოველწელს რა იმ დოლარს მატრიალები ნებენ, მე 5 ნივთს ვარჩევ, 5-ვე რო რაღაც საჩუქარი უნდა მოგცეთო. ვიხდი ამ 5 ნივთის ფულს რომელიც არც მინდოდა, მაგრამ საჩუქარს ველოდები, აი მაგ ხრემ scam-ავენ, მაგრამ ეგ არის client scam-ი, მაგ ძალიან და ისედაც მე ვისკემები, ანუ წარმოიდგინე 60 წლის ხალხი რა დონეზე ისკემ. მაგას ვამბობ, მაგრამ მე ვამბობ, რომ აი
მე რამდენჯერაც ვცადე მეგობრებო. ოღონდ მე რა შევცადე, იცი, stationary, რაღაც ისეთი რაღაცები, რაც არის ეგეთი პროდუქტი, ტანსაცმელი რაღაცები მით უმეტეს არ მიცდია რა. და მე აი მაისურები მოსვლა ის რაც ძველდებოდა. ან არც ფოტოზე იყო. მართლა? Yeah. არა, აი review-ებს რა ნახავ? აი, ხო და აი მე ვარ მაგაში ცოტათი აი lazy. ხო. არა, ანუ მე მომწონს რაღაცები არის, მარცხლა იაფად, პროსტა ხალხი რა ფულს აკეთებდა. აი ხალხო მე ხო არ ისეთი, როგორი? ეგეთი. გაქნილი და აი რაღაცის შალიჩი მევასება, მაგრამ ის რა თემუდან იწერდა ხალხი და მე ნიშნავდნენ რომ არ ჩამოვიდაო. ხვდები? და ჩამოვიდათ და ფულს აბრუნებინებდნენ რომ დაიკარგა ეს package და ფული დამიბრუნეთო. ანუ ამ ყველაფერს რომ ახინაციებ, ხალხო, აი შეიძლება იქ გააკეთო, ეხლა Birkin bag-ზე თუ გაქვს მაგის პონტი, რომ აი არ ჩამომივიდა და დამიბრუნეთ ჩემი 40000 დოლარი, მაგრამ აი 14 დოლარის გამო აი პროსტა მეზარება. და შეენიდან გამოვიწერე რაღაცები და 4 რაღაც იმენა არ მომეწონა, მაგრამ მეთქი ხა აი 50 ლარი ღირს იმათ რომ მე შევიდე აპლიკაციაში, მოვნიშნო, დავაჭირო, გავიკვლიო როგორ ხდება და მეთქი no და პროსტა დავს. ეგ სხვათა შორის ალბათ არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მე არ მიყვარს online shopping-ი, იმიტომ რომ თან ვაფშე არც მახსენდება ნებისმიერ shopping-ის დროს, რომ დამებრუნებინოს რამე. არ მომეწონა ვაჩუქებ. როგორ ისეთი ხარ? გამცემია. არა, შეიძლება ეგიც არ არის კარგი, ანუ არ ვამბობ, რომ ყველა ეგრე უნდა იყოს, მაგრამ მე უბრალოდ მართლა არ მაქვს კულტურა. ბაზარი არა. ძალიან მეზარება. ანუ მე რამეს რო ყიდულობ უკვე, ანუ თან ალბათ რო გამოვდივარ მაღაზიიდან, სახლში რა მოვდივარ, სავარაუდოდ სამთხეში იკარგება ყველანაირი ჩეკი, ყველანაირი receipt რაც შეიძლება რომ დამეხარ, იმიტომ არანაირი შანსი არ მაქვს რომ დავიბრუნო ფული. კი. თან ის არის რა, აი ძალიან ძვირიანი ეხარ რამე მეყიდა ვერ ვიხსენებ, რაც აპრიორი უნდა დამებრუნებინა, ხდები ყველაფრის ხარჯს გადავიტანდი. ხო, ზუსტად. მაგრამ აი უკვე რო გადავალთ ჩვენ designer ტანსაცმელების shopping-ზე და ჩანთების. ზუსტად. Obviously, we're going to get there one day, you guys. ანუ ის ვიღაც გოგოს ვაფოლობ TikTok-ზე, რაღაც designer-რების review-ებს აკეთებს და იმენა აჯოამს დღე და ღამე ყველას და დემნა იზღება ყველაზე მეტად. ანუ ალბათ ჩვენ შეგხვედრია ჩაგიგდებ. ხო და ისე პერსონალურად ვიღაც. Audrey Peters-ზე ამბობ? ვიღაც გოგო რო არის. Wow. კერა. არა. უნდა გაჩვენო. კაი, დაიკიდა. იმენა აი ვიღაცაც დაჭმარა უნდა დემნაზე ამბობს, რომ იმა რომ Balenciaga იმენა ჰაერში გაწიწკნა და დაამახინჯა. ხო, ეხა დემნა რო არ იყოს ქართველი, ხო? იმენა ქართველები ჩვენ როგორც ტრადიციული ხალხი არ მოვიწონებდით ესე ტრადიციული ბრენდის გათანამედროვეობას, ხვდები? მაგრამ ეხა დემნა ხან ქართველია, ყველა ვაღმერთებთ და მეც ვეთანხმები და ძალიან. მაგრამ მან ცოტა სხვა რამე არის, მან იმაზე არის საუბარი, რომ მოდას სხვანაირად უყურებ და არა მხოლოდ იმ კუთხით, რომ როგორ გამოიყურება ტანსაცმელი, არამედ რა თქვათ მესიჯს ატარებს უკან ეს ტანსაცმელი რა. უფრო даже აქცენტი იყო მაგაზე, რომ მოდა არის უფრო ისეთი theoretical. მომწონს რომ შენ გაკოლოს თავისი სკამი აქვს. მიჩენილი, ან სკამი დევს და ის ცენტრში აშადებული. და მაგიტომ განერა რომ დემნას საკმაოდ დიდი impact ნახდათ ქონდა რა, იმის გამო რომ ყველაფერი ჯერჯერობით გაყიდვებშიც ჩანს, სხვა ბრენდები რომ მე გაყიდვები ძალიან გაიზარდა. მე მგონი რომ იმ დროს ჭირდებოდა. ხო, ესეთი და ეგ არის revolutionary approach. Revolutionary იყო და ანუ trend-setting. ეგ არის მთავარი მოდი. Trend-setting, exactly. და ანუ ვერაფერს ვერ დავკარგო, მოგწონს და არ მოგწონს, ეგ სხვა საკითხი არის. და ის რო თქვა ნიჭიერი არის და ის რო თქვა თავისი საქმის გენიოსი არის, რომ ესეთი შედეგები დადო, მაგას ვერ ვარყოფ. იმიტომ რომ ციფრები pop culture impact და ყველაფერი მაგაზე მეტყველებს. თორემ მე სიამოვნებაში ახლა რიკარდო სახელი არ მახსოვს ვინ არის ახლა კრეატიული დირექტორი Balenciaga-ში, ბევრად უფრო მომწონს ეს ტანსაცმელი. მართლა? ახალი Balenciaga-ში. Be careful, baby. ხო, თმები შევიღებე, as you can tell. Nobody could tell. Everyone could tell, იმიტომ რომ ძალიან მუქად არის აქ. ანუ, კაროჩა, ეხა ჩემი როგორც high-B ადამიანის დღე როგორი იყო დღეს. აი, შულოგზე ვიყავი წინასწარ ჩაწერილი, იმიტომ რომ ეს გოგჩემენეს მაიძულებს, რომ ერთი კვირით ადრე მივწერო. წავედი, მე იქიდან ძალიან errands day მქონდა რა, იქ მისარბენი, მასარბენი. მე ეპილაციაზე უნდა წავსულიყავი, სადაც არ ვიყავი ჩაწერილი, მივედი body line-ში ჩემი საყვარელი, დაკეტილი იყო, I don't know why.
მე დაუბოდიალობდი ესე კარ და კარ რომ ვინმე მიმიღეთ და მიოგენი ხოთა შორის კიდე უკეთეს. აი ეს არის კარ და კარ მოხეტიალე მაჯობა სახლში მჯდომსო ხვდები? ეხლა იქვილი ხოლმე. ხო და თან ანუ ნიშანი არის. სპეციალურად იყო ბადილაინი დახურული და შენ გაპავა ახალი ადგილი. I know baby. Everything happens for a fucking reason. For a fucking reason. და მე თმები მქონდა შესაყები რა. თან ანუ მეთქი კაი ხოლო ჩემილია, მაგრამ ბოლო აქაური ეპიზოდისთვის მეთქი ლამაზ ფერზე რომ მქონდეს. ხები? ეს იყო ჩემი მოტო. და შევედი ერთ სალონში რაღაცა თან აი ფასის კითხვა რომ მიტყდება ხალხო იმენა ჩემს თავზე მაქვს სამუშაო აი მაკანკალებს კითხულობ ხოლმე აი და თმი შეჭრაგინ და ახალ ადგილას მიხვედი და აი 4 წელია შემოცვლი ადგილი ხო ვიცი და ჩავამატე ახალ ადგილს იმიტომ რომ ეს ყოველგან ერთი და იგივე ადგილას მე აი სილამაზის თემებს რაც ეხება მე თუ ადამიანი მოვიწონე ან ჩავეჭიდე ვერ გავუშვებ არასდროს ხო იმენა შხილების გოგო ერთანაირი ხარ სულ ყველაფერი იგივე ყავს მეც ძირითადად აი მიჩოა არის და აი მოლოდინი რო გაქრა რომ ეს ამას გაგიკეთებს და არც მეც რო არ ელოდები არც ნაკლებს არა შეიძლება აი მაგაცე უკეთესებიც არიან და რა თქმა უნდა ყველგან არის ყოველთვის ვიღაცაზე უკეთეს იქნება კი ხო და მე შევედი ერთგან იმან აი ხვალ მოდია მეთქი ალბათ არ არის ნიშანი ეს იმიტომ რომ მე დღეს მინდა მე საბურთალოზე ვაპირებდი გამოსვლას მე დამეზარა რა იმიტომ რომ შენ ხო გვიან გეცალან და is booked and busy again and again და ნორმალურად შემღება მართლა არ არის ცოტა მეთქი ანუ ის წითელი უნდა ჩამიკლა ყველა პანჩი თქო და ეგ გააკეთა იმიტომ რომ მაგრამ მე ძალიან მომწონს მართლა გულისამ პრესტა იცი როგორ შემღება ანუ აი აქამდე მეტოს აღებავე ეს ისე ვისია ვაფშე არ გეტყობა ხო ანუ გრადაცია კარგი არის პრესტა ჩემს ახლა ეს ქვედაფერი ცოტა უნდა წაიწიო ზემოთ ხო მაგრამ მაგისთვის მომიწევს რომ დავიბლიჩაო ხდები ეს დაბლიჩული იყო და იმიტომ ასე კარგ ფერზე აი ეს რომ მქონდეს აქედან ხდები რას ამბობ კი That would be amazing. Whatever you guys. ხალხო ამ ეპიზოდს წერთ შაბათს, ანუ ცოტა უფრო ადრე ვიწროვოთ შაბათობით როგორ ჩავკით ხოლმე. ხვალ მაგფრენა. Oh my god, რომელ საათზე მიდიხარ გოიან? 5-ზე მაგფრენა. აი, მაგდროს ფრენა მომწონს, ყველაზე კაი დრო. ანუ დაძინებული, გამოფხიზლებული, ყველაზე კაი ფრენა, if you ask me. დილის. გადაჯდომე სად გაქვს? იმაში დუბაიში. Okay. Not Doha. გან დუბაიში არ არის კაი აეროპორტი. არ არის კაი აეროპორტი კი. Which is weird. მართლა ძალიან უცნაურია დუბაიში რა პენჩი არა კაი რა. მაგრამ აკეთებენ ძალიან მაგარს. Яснее. მე დაულოდები და მე წავალ დუბაიში. Period. მაგრამ იმედია ეს დაღლადეს ყველაფერი დამეხმარება რომ დავიძინო თვითმფრინავში და უეჭველი მგონი მდობთა და დრამინა. ეგ უნდა მეთქო ჩემი მეგობარი მოფრინავდა სინგაპურიდან იმ დღეს და დრამინა დავლიაო და მე შემილია რომ ჩემპანჩიც დავიძინო აი როგორც კი თვითმფრინავში სიმღერას ჩავირთავ ეგრევე მეძინება არა მე ახალ ხო არ ვიცი აი მაგრამ მე ძალიან დიდ ფრენაზე არ ვყავ და ამან არ ვიცი აი ესპანეთამდე დავφო 5 საათი რო შემილია დავიძინე მაგრამ აი 9 საათი არ ვიცი ვერ დაიძინე მალაიზიაში რო იყავე მე უბრალოდ მართლა ახლა შევამჩნია არ ვიცი რატო მაქვს ეგ თვისება მაგრამ ვარ ძალიან anxious მართლა ძალიან anxious ვიჩიტები თვითმფრინავში турბულენცია მიუხედავად იმისა რომ ყველანაირი ფაქტი ვიცი турბულენციაზე რომ ანუ არაფერს არ იმასწრება რა უბრალოდ აი იმენა მჭირდება პროსტა და ინდოეთის ოკეანეში თორმე უფრო დიდი турბულენცია არის ვიდრე აქეთა I don't know how არ მახსოვს მალაიზიიდან რომ მოფრინავდი აი მართლა რაღაც კი ესენი იყო მაგრამ იმ დონემდე დაღლილი ვიყავი იმ work trip-ის მე მალაიზიიდან რომ აი ყველანაირად ცდილობდი მაგრამ ორგანიზმი პირველად ცხოვრებაში გაითიშა Thank God ხო მგონი მაშინ მეძინა პირველად იმაში თვითმფრინავში What is wrong with you? მე შემილია დაჟე აი რაჭაში რომ მიფრინავდი დავიძინე იმ 45 წუთიან და აი იმ თვითმფრინავში მართლა anxious იქნები თვითმფრინავში მატარებელ არანაირი ტრანსპორტი არ შემიძლია ძელე მატარებელი არის ყველაზე კაი ტრანსპორტი, ვაფრენ მიყვარს. უბრალოდ უკუღმა თუ არ ვზივარ, მადლობა. ძალიან მადლიერი ვარ ხოლმე. ხალხო, რამე შეიცვალოს თიკეტში ზე? ნუ აჩვენებდეს. ანუ ყოველთვის არასწორად ვარ. ჩავაი, ყველანაირი ლოგიკას მიყოლილ ვარ, რომ მოდი აი რომელსაც ფიქრობ ის არ ვიყიდო და მეორე ვიყიდო ზურგით ვარ. მოდი რომელსაც ფიქრობ ის ვიყიდო ზურგით ვარ. ანუ ყველა პანჩი ზურგით ვარ. მე მგონი გოიჩალიჩებენ. თან ვერ ხვდები, ანუ ხანახან ხო იცვლება მიმართულებად ხო აი ვერასდროს ვერ ხვდები საშინელება ანუ ლარით ძვირი ღირდეს სახით იქით რა და დავამატებთ ლარს ლარი იყოს რომ გადაიხადო და ნახო მიმართულება რომ გამოცეს ის არის საჭ
და გაიქნება. ძალიან მარტივი რაღაც user experience თემა არის. ელემენტარულია და თან მარტო ჩვენ არ ვართ, ან ყველას ეგ პრობლემა აქვს. It's not me you guys. მე არ მაქვს პრობლემა მაგალითად უკუღმა. ხო, შენ არ გწყვენს და მე ყველანაირი ტრანსპორტი მწყენს, მე არ მბლის და თვითფრინავის გარდა. That's why I love those. ხო და დრამინა უეჭველი მუშაობს. დრამინა უეჭველი მუშაობს, გაგთიშავს. პროსტა მე დრამინა მასშტარებს, აი ბავშვებიდან რაჭიდან განსაკუთრებით რომ მოდიხარ ეგრევე და ხოვლი რომ იწყება იმენა მაგდებდა და სულ დრამინას სამდე. და დრამინას რო დილით დავლევდი, მე მთელი დღე გამოსტარებული ვარ და მაგიტო არ მიყვარს. ხო და ნახე მე რას ვაპირებ? დუბაიში რო ჩავფრინდები, ანუ მანამდე ან თბილისში არ დავლევ დრამინას რა. რო ჩავშტებ. ვარ დარჩა შემთხვევით დუბაის აეროპორტში. ხო, რა არ გავიტიშე და დუბაის აეროპორტში გადაჯდა მის მომენტში, სადღაც აი არ მიმეძინოს. მაგრამ რო ჩავჯდები უკვე ტაილანდის ფრენაზე, აი მანდ უკვე დავლევ. ფუკეტში შედიხარ თუ ბანგკოკში? ფუკეტში ეგრევე. Okay, period. Smash, რაღაცები. Four Seasons, baby. არ ვჩვევა Four Seasons შეგა. მე გაივლის იქ რა სად გადაიღეს White Lotus. Four Seasons-ი 3 season-ში ირჩევი. Four Seasons არის ფუკეტის კუნძულზე, ანუ იმენა mainland-ზე არ არის. თავისი კუნძული. თავისი კუნძული არა. ხადა. ხარა. Jesus Christ. იმით უნდა მიხვიდე რა ქვია. ნავით. ან უნდა გადაცურო. Yay. თან კაია, შენი უკვე მეორე აზიური ქვეყანაა, ხო? Yeah. Look at you, baby. I've never been in Asia, so. ხო, აი თურქეთი იყო მგონი ყველა და სომხეთი. ყველაზე ხო, ყველაზე აღმოსავლეთი, ხო. No, ეგენი არ ითვლება, იმიტომ რომ ჩვენ ყველა ვართ ევროპა. და გარენ? ხო, ფიქრობ, ეს სხვაგან სად მხარე ვიყავი, მათი აქეთ მხარეს, მაგრამ მგონი არა. კახეთი. კახეთი უფრო ის არის მგონი ვიდრე ერევანი. საჩი? Good. მართალი ხარ პაიჭკო. Okay, what else? შენ შაბოდი ეს კვირა? იმენა არაფერს მომშავებდე? ხო, მოდი შაია. ყველანაირად ვწდობ, მაგრამ So boring. ან ძალიან ცუდია რა ბოლო ეპიზოდი ასეთ ნოტაზე მთავრდება, ასეთ როცა გაწამატეს. ბოლო ჩემ ინტერესტს იყავს Jesus Christ. ხო, ამ უსაყვარლეს სახლზე მომბობ რა, ამ გარემოზე და ამ ყველაფერზე. მაგრამ როგორც ანამახსენა რომ ეს ბოლო ნალად არ იქნება, ამიტომ I'm excited. Period. Yeah. Right? Yeah. მაგრამ ძალიან ტაილანდში თუ დამრჩება დრო მეგობრებო, ჩემ სასტუმროს გვერდზე არის ამანის სასტუმრო. ძალიან კარგი, ერთ-ერთი one of the best hotels in the world. და აქვს 1-4 რესტორანი მანდ. და მინდა რა შევიდე, ხო? At least შედი და ვთხარი რომ full blogger-ი ვარ თქო და reviews გაგიკეთებ. თქო ჩემ აუდიტორიას. მარტო წავალ უეჭველი ესნია, მაგრამ ანუ იმას პატარა notebook-ს წავიღებ იმასთან ერთად და просто დავჭდები და ხო ისე მე რო ზედმეტად კარგი, მაგრამ მანდ ისეთი მომსახურება ისედაც და ისე ყვები, ანუ აი არ სჭირდება რა. ანუ ხო ჩვენ ქვეყანაში რომ მომსახურება ჭირს, ისე არსად. აი რაღაც მომენტში მე როგორც ლოლიტას დიდი ფანი, ანუ ეტყვი რაღაცას, თან მე ხმას ვერ ვიღებ, იმიტომ რომ ყველა ერთმანეთს საყვარელი არის რა. უბრალოდ ალბათ ესე აქვს დავალებული, რომ არ გადააკვდა. აი რაღაცას ხო ეტყვი და უშე ჩაუკვეთავ ყოველთვის რასაც უკეთავ სენდვიჩს და ყველის соуსი ცალკე. სენდვიჩს რომ მოიტანენ, ყველას ჯერ 15 წუთის დაშორებით მოგვიტანენ ჩვენს, ანუ ჯერ ერთი მორჩება საჭმელს, მე მეორე მორჩება. და ბოლოს რო ფრიც აღარ მაქვს, მე მოიტანს ვიღაც ყველის соуს, ანუ ყოველთვის ესე ხდება. What is wrong with us? მე გუშინ ღვინის ქარხანაში ვიყავი, იქაც ეგრე იყო, ყველგან ეგრე არის. აი, სად გვემსახურებიან ის კარგად McDonald's. It's true that. ყოველთვის ერთი და იგივე სტანდარტი. ზუსტად. და არა, love that. მე რა არ მესმის ყველაზე მეტად, იცი, როდესაც მენიუში უკვეთავ სტარტერს, ან რა ვიცი და მოაქვს main dish-თან ერთად. ხო, ვაფშე ვერ ვიაზრებ. მე სპეციალურად ჩავკვეთა სტარტერი, რომ აი მომამზადოს მთავარი კერძისთვის. ერთდროულად რომ მე უკვე სტარტერი მკიდია, ანუ აი ხო ხდება მე უკვე ეგრევე main-ს შევჭამ, ანუ არ მინდა ეს ისინი ბრუსკეტები უკვე. True. მაგრამ აი სტარტერები მე მგონი ყველას ძალიან მიყვარს. ძალიან. ყველა საინტერესო საკვებია. ყველაზე კაი არის. აი რაღაცა რომ იცმოცნები. ხო. Love that. მიყვარ ამოს ბუშ. კვირაში ვიყავი ასევე ქეთო და კოტეში და ძალიან დიდი ხანი არ ვყავ, ბოლოს ვიყავი, მე მგონი 6 წლის წინ და ანუ სტარტერები შევკვეთა ჩემთან ერთად ვინც იყო და მეთქი ანუ არ გვინდა სტარტერები, ანუ აღარ მახსოვდა რომ ეგრე მეყარ შენი კარაქი და პური დამავიწყე და
ისეთი გემრიელი სტარტერები იყო ხალხო, ანუ მე ინჯეში არაფერი არ მიჭამი. აი, რაღაც პური ქონდათ თან თავისი გამომცხარი და მე აი გამომცხარ პურებს ვგიშნები. ანუ ყველა მგთხოვთ წადის და ჭამეთ ნებისმიერ რაღაც ჰუმუსის რაღაცა იყო. აი ეგ აიღეთ უკარგესი. Love that. ძალიან კაი რესტორნები გვაქვს. შავი ლომი ვთქვი წინაზე ვიყავით ქონდა ძალიან მომწონა თქო. შავ ლომში არ ვიყავი ნამყოფი ხალხო, იმიტომ რომ მე ხო იცი, აი სტრადას რო ამოვიჩემ, ჩემ მეგობრებთან ერთად სულ სტრადაში დავდივარ. Why do I do that? It's not even that good. შავ ლომში ვიყავი, თან ღამე იყო, დღისით არ ვიცი რა პონტია, რაღაც სანთლებიანი თუ ზაფხული რო აი უკარგესი იყო, ძალიან მომეწონა. ადრე ქონდათ რაღაც კოლოსალურად გემრიელი დესერტი, რომელიც даже მიდოს Instagram-ზე. მეორეჯერ რო ვიყავი, მისული არ ქონდათ. ხო, ქართული მენიუ აქვს, მაგრამ საკმაოდ ხშირად იცვლება მენიუ. მართლა? მე მის სტაბილურობა მიყვარს, შეიძლება რომ დავტოვოთ, აი როგორ. არა, მე პირიქით, აი რომელიღაცა კაფე არის, რომელიც ყოველ დღეს სხვადასხვა დეში საკეთებს. Jesus Christ. ეგარი იმენა ჩამიხოდე. მე მიყვარს, აი სტრადაში ხო დავდივარ ძალიან ხშირად და ყოველთვის უკვეთავ ერთი და იგივე პასტას. ანუ ეგ რო ერთხელს აღარ დამხვდეს, მე აღარ მივა. ანუ ერთ ბოჩკას აჭმოს. ბოჩკას ბიბიმბაპს. იმდენი რაღაც მოაქვს ხოლმე. მე ძალიან გაბრიელი არა, რატო გამახსენე ხო მომინდა? ხო, I'm not hungry. I'm not hungry either. 11 არის და არანაირად არ მშეა. და თან ფეხია უკან გალდა. Wow. მაგრამ მომსახურებას არ შეეხება 100% გადახოვები, მაგრამ მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ბევრად გაუმჯობესებული არის რაღაც ადგილებში, აი სასტუმროს რესტორნებში და რაღაცებში საკმაოდ კარგი მომსახურება არის. ანუ აი მაგრამ მე მიყვარს, როდესაც ზედარკვებიან. მე ვაფრენზად რომ ყვებიან, აი თურქეთში მაგიტო მისწორდება, რომ აი წყალს რომელი მიმტანი მისხამს, რომ არ ვიცი და აი რომ ეჭიდავებიან ერთმანეთს, რომ არა მე დავსხამ წყალს. როგორი მოგონილი არის ეს? ანუ ფეიქები არიან, მაგრამ მე მომწონს, ანუ მინდა რა fake it for 15 minutes. ხო, მე რო ვიყავი. სტამბოლში არ ვაფშე იყო კაი მომსახურება. არა, შენ იყავი ნეგატიურად განწყობილი baby, თორე ძალიან კაი მომსახურება აქვს. როგორც კი შედიხარ, ერთი წყალს გისხამე, რომელიც მე თავიდან მეკონა რომ უფასო იყო და მეთქი დამისხით, რა თქმა უნდა. თურმე მაგეში მე ფულს იხდი, რაღაც ადგილებში არა, მაგრამ ძალიან კაი მომსახურება აქვს. ეგ ხა იგონა baby. არ მე არ მომეწონა მომსახურება, მართლა არ მომეწონა. Shut the fuck up. მართლა არ მომეწონა. აი იმენა ფეხქვეშ გაგეგებია. შეიძლება არ ვიყავი კარგ რესტორანში. ეგეც არის. ჩემთან ერთად იყავი საო. It was not bad at all. და კიდე მინდა აღნიშნო, რომ მართლა არ მევასება, როდესაც არის ზოგიერთი ცოტა ისეთი fine dining რესტორანები, რომ აი მორჩებით ვარ რომ ეგრევე გაცლიან ყველაფერს ხელიდან. ხო, ანუ დამიდეთებში გუშინ ჭამდი ჩემი ღვინის ქარხანაში და არქვეს free ტრუფელის და ბეკონის соуსი. What a fucking combination is that? ბეკონის соуსი. ხო, მაგრამ ბეკონის რაღაც ბეკონის соуსი იყო მარტო, ან ტრუფელი არაფერი არ იყო. ტრუფელის გამო არ იყო. არა, საერთოდ არ იყო. პრესტა პირველი ტრუფელი ეწერა იქ. ხო, იასნე. და ანუ ორი ცალი მაგ დარჩენილი და აი ვუყურებ სიყვარულით, რომ აი ხა შევჭამ. მოვიდა და აი ისე წაიღო, რომ ვერც კი ვუთხარი ვერაფერ. No, დამიტოვე, მე ბოლომდე ვჭამ ყველაფერს ხალხო. და ასევე აი რა აზრის ხარ, როცა გიხსნიან კერძებს. ანუ იქით fine dining-ში მე არასდროს არ დავდივარ ხოლმე, so it never fucking happens. აი მე არ ვიცი, მე მგონია რომ იმენა ხასიათზე არის დამოკიდებული, მაგრამ ერთ რესტორანში ეგრე როცა ვუთხარი რა მეთქი უბრალოდ არ გვინდა მეთქი ახსნა მეთქი, იმიტომ რომ მესამეჯერ ვიყავ გულისხმობ. დედა შენთან ერთად რო იყავ. ხო, აი ვაფშე არ შეგვაწუხეს, მაგრამ ხო, ანუ გააჯვას ეთყობა იფიქრეს, მე ერთმანეთს უთხრეს რომ ეს აუტანელი ვინ შემოეთრა. არა, პირიქით ძალიან ჯერსეთი მაგათ გაუმარტივა სამსახური, რომ არ უნდა მისხან კარაკი სად რომელ ფერმერში დაამზადეს და რომელიც როხა იყო გამოყენებული, რომ ეს რძე გამოყენებენ ამ კარაკისთვის და რაღაცები. რა ერქვა ძროხა. რა ერქვა ძროხას. მე მიყვარს. აუ მინდა, აი კარაკი მინდა. მიყვარს, აი ყველაზე. მაგრამ შენ ყოველთვის ეგრე გეკცემიან. ჩვენ ზუსტად მაგ რესტორანში ვიყავით, მაგრამ იმ გოგოს აი იმენა წიხსა ვეკიდა. არაფერი არ აქვს. შევედით და ანუ 3 ნაყინი შევგვათეთ და ყავა. რა სელოდებოდ რა უნდა ეხსნა მაინტერესებს. დეგენერატი. 3 ნაყინი და მე შევგვეთე ყავა. მგონი და ნაყინი არ შევგიკოთოთ რა. ნაყინი ვჭამე, მაგრამ რაღაც დიშ არ გქონდა. არა, ვაფშე არაფერი არ იყო. მართლა ნაყინი შევ. დესერტი შევედით, ანუ კომპლიმენტარიც არ გამოუტანეთ, იმიტომ რომ ანუ დესერტი შევგვეთეთ პროსტა. Yeah, that's true. Why do we do that? იმიტომ რომ იტალიური ვჭამეთ ჯერ პასტა და მერე წავედით. Okay, fuck you. We're not that cheap, you guys. არა, ხო. მაგრამ მართლა არ მჯერო კიდე არ ვარ დამყოფი მაგ რესტორანში წასიერად. ხო.
მაგრამ მართლა ძალიან კარგი სალათები აქვთ და main dish-ებიც. შენ ხარ ნამყოფი წასიარეთ, მე არ ვარ ნამყოფი, რა ქვია? რეზერვი. You guys. ვაიმე ფინელი შეფი ყავთ მგონი. ვაუ, როგორი ეგზოტიკურია. და ყველა როგორც ამიხსნა მაგამ ყველა ინგრედიენტი ლოკალურად არის, რომელიღაც ფერმაში თბილისთან ახლოს. არა, და აქ ჩამოაქვთ. აი ფინეთში რო იყოს უფრო კაი იქნება. ანუ აი ყველაფერი, თითქმის ყველაფერი მგონი. Really? თორმე აი რუმსშიც რო ბურგერს აკეთებენ რაღაც თავიანთი ფერმა აქვთ რა და ის ხორცი, ხო? და ანუ ხალხი ამბობს რომ ადრე ნაყიდი ხორცით რო კეთდებოდა ეგ უფრო კაი იყო. Not sure. აი ეგ ლორ არ ვიცი. მაგრამ კარგი რო არ ვარგათ ვინაოდა. აი სტარტერები სად არის, ასლი გაინტერესებს რუმსში. რუმსში აღონ სად იცი, არა რესტორანში, არამედ გვერდზე რო ვჭდები, მან სხვა მენიუ. ეგ მენიუ ბერეჯობია ბარის. გიჟდები, მაგ მენიუს ის ტაკოები. ბურგერები რო ამხელო პაწუკები. გიჟდები. რაც უფრო პატარა არის, უფრო საინტერესო არის, ჩემთვის უფრო გემრიელი არის. იმიტომ რომ უფრო ისეთი არის აი ცოტა რო არის უფრო აფასებ ყველაფერს ხდები. და უფრო აი it's like აი ხდები ერთობი რა ჭამით. ჩემთვის ეგ experience არის მნიშვნელოვანი. Yeah, that is true baby. ბევრი და სხვადასხვა. ზუსტად და აი უფრო მალეც განაყრებს, როცა სხვა რაღაცას ურავ, ვიდრე ერთი რო ჭამო რაღაცა. ან ჩვენ ისეთი პაწუკები ვართ, რომ მივხვდი ანუ აი. ჯერ ისეთი ჩემი და შენი კოჭა ის ზუსტად ამხელა არის და აი ორი ლუკმა გვჭირდება თავიდან ბოლომდე. მაგრამ yeah, I know. და მან მიყვარდა ეგ fish tacos, კრევატებით, მიყვარდა spring rolls. თუ აქვს არ მასო და კიდე რაც Korean chicken ქონდა ეგეც მომწონა ძალიან. ძალიან კარგი მენიუ არის, კარგი. ჩემ რუგულავს გარდაცვალებას რატო არაფერი ვთქვით? ანუ მე არ ვიცოდი ეგ კაცი თუ ანუ ამდენი რაღაცის სულის ჩამდგმელი იყო. ანუ ეს კაი სტამბა ვიცოდი, ლოლიტა ვიცოდი, რუმსი ვიცოდი, that was it. მაგრამ ანუ ადელიც როა, ფაბრიკაც არ ვიცოდი რომ მაგის იყო. იმენა არ ვიცოდი. ხოდა ანუ ხალხო ყველაფერი სადაც აი ახალგაზრდობა იყრის თავს. ზუსტად. ფაბრიკა ეს სამი რაც თქვით, ადელი რო არის პოპულარული ჩვენ ქვეყანაში, თორმე მაგის დამსახურება არის, რომ იმან გახსნა ის პირველი კორტები. კიდე 100 რაღაც იყო, მაგრამ ერთი თვის წინ გარდაიცვალა და აღარ მახსოვს, მაგრამ იმენა გამოუშვა. რეგალები ბევრი არის, კი. ვაუ. და საკმაოდ ბევრი თანხა გაიღო ახალგაზრდების თუ ის პროექტებისთვის, ვიცი მსმენია. რა თქმა უნდა, ძალიან შემოსავლიანი ბიზნესები აქვს ეს ყველა, მაგრამ ანუ ხალხები აი ეს რაღაცები რომ უბრალოდ არ იყოს ახლა. It would be so boring here. Like what would we do? Nothing. ზუსტად. სად გექნებოდა ლანჩი? Exactly. სად ვიმუშავებდი? სად იმუშავებდი ბაზარია რა? იმენ რას გავაკეთე? მე რა გავაკეთე? ხო. დასაბასებელი კაცი არის. ძალიან და იმედია ახლა თავის შრომები ძალიან კარგად გააგრძელა. მე ხვდები აი ვიღაცა აიგეთი visionary რო იყოს მინდა. მაგრამ მან და არ მხოლოდ ეგ არის რომ ის იყო visionary, არამედ მე მგონია რომ სწორად არჩევდა გუნდს და სწორად აფასებდა გუნდს, როდესაც სწორად გუნდს აფასებ, იმიტომ რომ ნიჭიერი ადამიანი აქ თუ არ დაფასდება, გაიქცევა სხვაგან, სხვა ქვეყანაში და მან დაუფასებენ ნიშს და მან სავარაუდოდ მე როგორც მსმენი ისე მოახერხა რომ ეს ნიჭიერი ხალხი ყველა ერთად შეყარდა ყველას აფასებდა და მაგიტო არის რომ დიზაინით ძალიან საინტერესო არის, კონცეფციებით საინტერესო არის, მიხდარ რომ ყველაფერი არის რაღაც აი და ძალიან კაი ადამიანი იყო. ჩემი საყვარელი აქტივობა ხო არის დიასახლისებთან საუბარი და იმენა ვკითხე რა, აი მეთქე, იმიტომ რომ თემურგულს სულ იყო ხოლმე სტამბაში და ოფისიც მან თქონდა და აი ძალიან კაი კაცი იყო. აი ჩაოლებრივი დიასახლისები ამბობდნენ რომ ერთხელ ვიღაცასო გაუტყდა მაგის ოთახშია, რა ქვია იმას ჭაღი. ძალიან ძვირიანი იყო რა და ანუ ვიღაცაებმა ხო ხვდები აი ყველას საშიში ხალხი არის, ყველაზე ზემოთ ვინც არის ეგ კი არა, აი ის შუაში რო არის. ანუ აი ყველაზე დაუნდობლები და ქაჯები არიან და იმან უთხრა რომ ვითომ შენი ხელფასიდან დაუქვითავთო რაღაცა და წარმოვიდგინე რამდენი თვა უნდა იხადოს ძალიან ძვირიანი ჭაღის ფული თავისი 800 ლარიანი ხელფასიდან თემურს უთქვამს რომ არაო არაფერია შენ მაგაზე არ ინერვიულო და რაღაცა ძალიან საყვარელი ემპათი და ხო იცით მე ზუსტად ეგ მჭირდება რომ ადამიანი 20 მაგად ამაყობა შემთხვევაში that was it and machine მივიღე decision იასნია რაღაც საკითხებში ალბათ დაუნდობელიც იყო საჭიროა ვისთანაც საჭიროა იმიტომ რომ ასეთი ფულები ასე მარტივად არ კეთდება ბაზარი არის მაგრამ ანუ მაინც რაღაცას ნიშნავს რომ ანუ ძალიან უმეტესობა ადამიანი ასე კარგად მოიხსენებს მას ზუსტად I agree baby
ამჯერად ყველაზე old news არის ეს ყველაფერი, რომ ახლა ამას განვიხილავთ ახლა. უცებ გამახსენდა რა პონჩი გამოგჩა. მომსახურება რესტორნებზე ლაპარაკობთ. იმსახურებდა ჩვენგან ორ სიტყვას, ოკეი? აბსოლუტურად იმსახურებდა. ხა, მე მგონი სხვა არაფერი არ მოგსათქმელი შე. არც მე არ მოგს. იმიტომ რომ გუშინ წინ ჩავწერეთ წინა ეპიზოდი და ეხლა ძალიან ადრე მოუწია თუ რაღაც. და რაც გათიშულები. You know what? ვაფშე არ ვიქნები ახლა დაგროზოლი. საერთოდ არ ვარ ჩაოლებრივად გაგწოლება ხალხა. არ დადეგები გვაქვს. ხო, არ დადეგები გვაქვს, მაგრამ საფხულში ყველას არ დადეგებია. So we're going to get over that. და თქვენს მეგობრებო, ლეპტოპში კი არ უნდა იჭდათ, უნდა გახვიდეთ გარეთ. TikTok-ზე შედით. TikTok-ზე შედით რა ანეს ვიდეოები და ლაიქოთ. იუია, რომელიც არ დას. გადით ზღვაზე და ისვენეთ, რა ვიცი, ყველაფერი ცადეთ, იმოგზაურეთ. ისეირნოთ ელემენტარულად. Touch the grass. წეში ბურთი ვითამაშოთ, ანუ დავაბრუნოთ ეგ დრო რეზინობანა, ორდროშობანა, guys. ხო, ზუსტად. ხოდა, კაროჩე, ვისვენებთ საფხულში, but we're gonna be back. და ანუ აი ეს ვერ შეგეხები ხოლმე შენ უსათუთეს და ულამაზეს კანს. Wow, it is so smooth, baby. მაგრამ like it will be the same. და მე ჩავაკითხავ დავით და მაგრამ ჯერ არ მივიდიო ხო იცი? ხო, ვიცი რომ არ მიდიხარ მომავალი 2 თვე. ანუ ოღონდ მიყვარს ეს ამბავი. მაგრამ ეგრეა რა, შერეწახო თან განვაახლებთ მაშინაც. Love you guys. ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის. ყველა იმ სიტყვისთვის, რაც ჩვენთვის მოგიწერიათ. რაზეც გვიპასუხია, გიპასუხეთ ძალიან დიდი მადლობა, რასაც ვერ ვუპასუხეთ და შეიძლება გამოგრჩა. ეხლა გეუბნებით ძალიან დიდი მადლობას. მართლა თითქოს მაკლდა ეს ენერგია ცხოვრებაში და რაღაც მავსებს ყოველდღიურად და არ ვამბობ რომ გაჩერდება, ანუ მე ისე ველოდები. ხშირად გულაპარაკე რომ მართლა რაღაც ფენომენალურად თბილი საინტერესო გამგებიანი supportive ხო ეს საზოგადოება შევკარეთ განსაკუთრებით YouTube-ზე და მართლა ყოველთვის მიხარია YouTube-ზე რომ შევდივარ და ნახულობ თქვენ კომენტარებს და ასევე ძალიან ბევრმა მომწერა Instagram-ზე, გუნდა მეხსენებინა აუცილებლად რომ არ უდიდესი მესეჯებით და უდიდესი და ძალიან ბევრი თბილი სიტყვებით რომ აი გილოცავ და წარმატებები და რაღაცა ყველას კითხულობ. ყველა გიწერდა გილოცავს. Can you believe that? ის კი არა რომ აი რატომ მიდიხარ და გადაიღე ვიდეო, ანუ ყველას უხაროდა შენთვის. მადლობა მეგობრებო. მგონი ამით უნდა დაგვეწყო ეპიზოდი, მაგრამ სენტიმენტალურ რაღაცები ბოლოსკენ მოვიტოვეთ და მეც მომენატრებით ანასავით როგორც ანასაც ენატრებით, მაგრამ როგორც it's not a goodbye, როგორ ამბობენ, ეგ ფრაზა არ მახსოვს. არ მახსოვს. მაგალითად. სადაც იხსენებ, ბარემ გაიხსენე, ხო? არა ნახვამდის არამედ დროებით. არა, მშვიდობით არა. არა. No, that's not the one we want to use here. ეს არ არის დამშვიდობება, ეს არის უბრალოდ აკა. That's how they say that shit. ხო, და ამიტომ თვალყური ადევნეთ ჩემ კონკრეტულად ჩემ Instagrams. ირანა დავითის Instagrams ეხლავე შევიდეს ყოველდღე დააფოლოვოს და დაგიბრუნდებით სექტემბრის ბოლოსკენ I think we'll see. სექტემბერში ყველა პანჩი. კი, ხალხო დავით მიწერეთ. I'm here. უფრო ოქტომბერში სავარაუდოდ. სექტემბრის ბოლოს, Jesus Christ. We love you so much. გვიყვარხართ ძალიან.